დილა მშვიდობისა ნინო, მშვიდობა და სიხარული მისცეს ჩვენს მაყურებელს გამჩენმა ღმერთმა, მით უმეტეს რომ დღეს კვირა ცხოვრობა, კიდევ ერთხელ ითქმის დღეს სიხარულით რომ ქრისტე აღდგა გიხაროდენ. მადლი მახარობელს. მადლი მახარობელს, ჭეშმარიტად აღდგა, ყველას გილოცავთ რა საკვირველია, ბაღი დუხს. ახლა ყველაზე საუკეთესო პერიოდი დამთავრდა. საგაზაფხულო ყვავილები იწყება, ტიტები ახლა ამთავრებენ ნელ-ნელა. იწყება პიონების იორდასალამის დრო და იწყება ზამბახების პერიოდი და ამას ჩვენი მაყურებელი რა თქმა უნდა ნელ-ნელა ნახავს. ღევანდელ ჩვენს რუბრიკას ასე გადავწყვიტეთ რომ ამ სეზონზე რასაც მიირთმევს ადამიანი და რაც შეიძლება გემრიელი იყოს ახლა ახალი. ჯანსაღი საკვები. ახალი ნიორი გვაქვს რამის სილამაზე ნახე რა ფერი მოვხარე. კარგი, აი უკვე ცოტა ხანი და უკვე მწვანენივრად აღარ ვარგა. მწვანენივრად აღარ ვარგა, მაგრამ სამაგეროთ ახალნივრად დაიმდიდრებს თავებს, ეს ოქტომბერში დარგულია. ოქტომბერში რომ ჩამოვიტანეთ ჩვენ გახსოვს? ის ჩაევრგეთ, კი ბატონო. სამთარ გამოვლილი. სამთარ გამოვლილია. სამთარი მიწაში იყო ტიტებთან ერთად დავრგე ოქტომბრის ბოლოს, ეს არის ის იისფერი ნამდვილი ქართული ნიორი რომა, მაწევრობაც რომ აქვს. კარტოფილი რა თქმა უნდა ჩვენი არაა და რაც არ უნდა მოინდომოს ახლა ადამიანმა, ამ დროს სათბურის გარეშე და სასუქის გარეშე კარტოფილი არ მოდის. ეს ვინმე მტყვილა არ თქვას და არ მომატყუოს რომ ახლა მოიყვანს აპრილში აღდგომისთვის ექნება ახალი კარტოფილი და ის არ იქნება სასუქით მოყვანილი. ნინო, ერთი ჩემი ამბავი შეიძლება უთხრა მაყურებელს, თუ ცხელ ტაფაზე მოაყრით მარილს, არა შიშხინით. ხო? ჯერ მარილს და მერე ზეთს. კი ბატონო. მაგ ზეთს გვაქვს სალაპარაკო, ეგ კახური ზეთია ნამდვილი. არ ეტყობა და სუნიც, აი ბოთლიდან გადმოდის იმასეც ეტყობა. ზეთზე შეიძლება საერთოდ ერთი გადაცემა გააკეთოს ადამიანმა, რამდენად ჯანსაღია ზეთი თუ ის არის ნამდვილი და რამდენად მავნია თუ ის არის არა სწორად გაკეთებული. აი ხელი არ დაიწვა. ეხლა ჩვენ გვაქვს გასუფთავებული, უკვე შესაძლოა გამზადებული კარტოფილი. რა გასუფთავებული? ბადეში ვაკეთებ მე ასე, ბადის ტომსიკა მაქვს. კი ბატონო. ბათუმში ვყიდულობ სხვათა შორის. სპეციალური გასაცდელი. არა. აბა ბათუმის ბაზართან ნინო. ჩვენ ამას დედა მე მახსოვს დანის პირით ხეთავდა და წვალობდა. მე ვიყიდეთ სპეციალური ესეთი ის არის რა ქვია. სატრიალებელი ჩავყიდით და წყალს ასხამდა და აცლიდა, მაგრამ ეხლა რაღაცა უფრო მარტივად ვაკეთებ და სხვათა შორის წავიკითხე რეკომენდაცია რომ კარგად გარეცხილ კარტოფილს არ უნდა კანის გასვლენ, კანში შემწვარი, იმ კანში არის რაღაც კარგი თვისებები, მაგრამ ეს ახლა არ ვიცი რამდენად არის. მე ვეთქვი ჩვენს საყურებელს როგორ ვაკეთებ. იმ ბათუმში ნაყიდ ყოფილი სათევზაო ბადეებია ნინო. სათევზაო ბადი. იმისთვის რომ ყიდულობენ ასე, დასაბანად რომ ყიდულობენ. მივხვდი. რა ქვია იმას? ღრუბელივით იყენებენ. გუბკა არა, ღრუბელი არ არის. დაქსოვილი ბადია. ძველი ბაზრის წინ იყიდება ასე მუაჯირია და იმ მუაჯირზე აქვს გადაფენილი. გასაგებია. იმ ბადისგან ვაკეთებ ასე ტომსიკას. იმ ტომსიკაში ვყრი და მარილთან ერთად ასე რომ ასე მოატრიალებ წყლის ქვეშ ნიჟარაში. დიახ. აი მასე გახვალასინდება. გახვალასინდება კი. ცირა რაღაცნაირი სხვანაირები არიან იმ ყიდველებთან რომ მიხვალ. ხო. იმ ბადის გამყიდველებთან რომ მიხვალ, აგარჩევიებენ ზომის, ფერის, სიგრძის დაჭრილი ნაჭრები აქვთ. ეტყობა კავშირი აქვთ რაღაცა საზღვაოსნო ამბებთან. თევზებთან, მეთევზეებთან. ხანძილზე შენ თქვი ნინო. მე არაფერი მაგასთან არ მაკავშირებს. ეს ყოფილა ჩავერიო თქვენს შროშანისებრთა ოჯახის არის, მაგრამ ჩაერია. ველური ნიორი ქვია. კი ბატონო. მაგრამ უძახიან კიდე თურმე დათვის ხახვასაც. და რატომ? ზამთრის ძილიდან გამოღვიძებული დათვი ამითი იღდგენს თურმე მთელ თავის მიძინებულ ენერგიას, მაგრამ ეხლა უკვე წითელ წინგშია ღანძილი შეტანილი, იმიტომ რომ ყოველწლიურად იკლებს ამისი მოსავალი და იზრდება მოთხოვნა. იმდენად იზრდება მოთხოვნა, იმიტომ რომ ხო ძალიან ბევრი ვეგანი და ვეგეტარიანი არის სოფლიოში, იმდენად იზრდება რომ გადაწყვეტეს ამის კულტივაცია. ბოსტნებში მოყვანა ესე ხელოვნურად და ყოფილა არაჩვეულებრივი პროდუქტი, იმდენად რომ ეძახიან თურმე გაზაფხულის პირველ მწვანე ვიტამინს. თებერვლის ბოლოს შემოდის, ტყეები ივსება, გადაჩუჩქუნდება და აპრილის ბოლომდე არის. ჩვენთან რა ხდება? მე მეგონა რომ ყველაზე კარგი ღანძილი მოდიოდა თიანეთში, იმიტომ რამდენიც მიყიდია ყოველთვის მეუბნებოდნენ. ეს არის თიანეთის ღანძილი. თურმე გომბორის ღანძილია ყველაზე კარგი, მაგრამ ახლოს არის გომბორი და თიანეთი ერთმანეთთან და კახელების საყვარელი სასწაული გინდა გითხრა? მითხარი. მე ღანძილი გავშინჯე გერმანიაში. ой, რა სამბო. პირველად.
გერმანიაშიც იზრდება, ეს არ არის ჩვენი ენდემური მცენარე, ზოგადად ევროპული მცენარეა და ტყეებში, მინდვრებში, ბოტანიკურ ბაღში მუშაობდი და ვსწავლობდი და ბონის უნივერსიტეტის ბოტანიკურ ბაღში გაივსება სულ ტყეები, ხეების ქვეშ. და იკაური მებაღეები აგროვებენ, ამჟავებენ და გემრიელ სალათებს ურევენ. გაზაფხულზე ენერგიის აღსადგენად სხვათა შორის ასე ითვლებოდა იქ, რომ ემოციას გამოაკეთებს, ადამიანის საგაზაფხულო განწყობას ეხმარება. და მე მინდა გითხრა, რომ ხანძილი უხსოვარი დროიდან არის ქართულ სამზარეულოში. ხო, ველური ერთ-ერთი, აი, ჩვენს ეკალასთან, ჩვენს ველურ სატაცურთან ერთად ეს დამკვიდრებულია. და ხალხური ლექსიც არის, გამოიღვიძე დარლაო, ცხენს დაუყარე ხანძილი, დიაცის დაწუნებულსა ტირილი გმართებს განძილი. ესე იგი ცხენი. კარგად გითხარი ერთი თავიდან ეგ ლექსი. გამოიღვიძე დარლაო, ცხენს დაუყარე ხანძილი, დიაცის დაწუნებულსა ტირილი გმართებს განძილიო. განძილი. და ეს არის, ხო, ეს ეთყობა ცხენიც ჭამს ამას, გენაცვალე და ცხენიც გადასარევია ნორჩი ბოთლები. ჭამს ცხენიც შეჭამს. მაგრამ ვარგა პირველ დღეებში, როცა თავს ამოყოფს, მაშინაა ჭყინტი და ჩვილი. მერე უკვე აღარ ვარ. განძილის ღერებს ინახავენ დასაწნილებლად. ის ღერები არ არის, თავებით ამოყოფილი თავები. და ფოთლებსაც ხმარობენ. შენ იცოდი გახსოვს ერთი ლექსი კიდე იმაზე. რაზე? განძილიო გულის რაიო, განძილი კი არა ის რომ იყო, განძილიერია, მაგაში თუ ეკალა იყო თუ რა იყო, სატაცური და სატაცური იყო ის. სატაცური იყო. ხო, ის სატაცური გვექნება ჩვენი ქეთკვირაში. სატაცური თუ აწი წამოვიდა ტყეებში. სატაცური და ჯონჯოლი გავაკეთოთ. კიდე ეგ არის ორი მარგალიტი ჩვენი ველური ბუნების. არაჩვეულებრივია ის ტყის დანის რო არის. ხო, მაგრამ მე ამ ნიორით რატო არ შემაქებ, რაფერი ნიორი მევიყვანე, ძალიან ამაყივა. ხო და მაგას ჩავაწყობ ხა წნილად. ხო. ნივრის წილი არის ძალიან გემრიელი. აი ამ დროის ნიორი არის ძალიან გემრიელი. ზურა, ხანძილით აკეთებენ რამდენიმე კერძს, მათ შორის წვნიანსაც. კი. ბარდით, კარტოფილით, ახალი ქინძით. ასევე აკეთებენ თორმე ხანძილის მობრაწულს. მოთუშავენ ხახს, ჩაყრიან ამ ხანძილს და ათქვეფილ კვერცხს მოასხამენ და კარგად გამოაცხობენ. ასევე კეთდება თორმე ხანძილის მაჭკატები, იცოდი? არ ვიცოდი, მაგრამ გამოახვეწე. ზურა ჩალათაშვილი იქნება ყველაზე ბედნიერი, იმიტომ რომ გაიგო ხანძილს ვაკეთებდით, აი მთელი რეცეპტორები დაეძრა, გემოს დაეძრა, აი ნამდვილად მაგათ ბავშვობა აკავშირებს ჩემგან განსხვავებით. ჩვენ არა. შენი კარტოფილი რა შობა მასობაში? ჩვენ კარტოფილი გასწო უნთებ შეიწובה და თუ არა და იქნება ასე. ვისი ისტორია იყო, მე მგონი მომღერალი რომ იყო, რა ქვიოდა იმ ქალბატონს? ეთერ კაკული. ეთერ კაკულიას ისტორია გიჟდები მაგ ისტორიაზე. შემოდგიო, ხო? შემოდგიო. ისე ემართება სულ ეს არ გვიწყობს ხელს და უნდა ვიყიდოთ ახალი ქურა. ქარი გვიქრობს, ქარი ზურა. ხო და ისეთი უნდა ვიყიდოთ, რომ ვერ ჩააქრობს. შენ წინააღმდეგაა მომართული ბუნება, ნინო. კი. მე ხო ვარ შენი მტერი, ასე ხომ დაამკვიდრე. ბუნება და საზოგადოება. ვისაც ჩვენი ჩხუბი გონია მართალი იაბდალია. ამ წითელ ხავხს არც ერთი სხვა არ ჯობია, ნინო. ეს ქართლის ხახვია. ხო, ეს კი ჩვენების ხახვია ეგა. დათე უკვე აქვს, ხო იცი, წამოწვერილები არ და გასათოქნია უკვე. რაიო, რა წერია მაგ შენ წიგნში? არა, ხანძილს აქვს არაჩვეულებრივი სამკურნალო თვისებები, იმიტომ ბევრ ვიტამინს შეიცავსო. კაკაია, მე რა ჯობია მაგას. ხო და ეს იქნება იმით, მე ვიცნობ ერთ ჩემს გერმანელ მეგობარს. დიახ. უკვე ასაკოვანია, ერიკას, რომელიც უფრაკინძია ნინო, რომელიც ხანძილს ჭამს ნედლად. აი როგორ ჩვენ წიწნაც და მწვანილს. ასე დაახვევს, ისე რომ ნახე გაკვირვებული უყურებდი, იმიტომ რომ მეგონა მარტო ქართველებს ახასიათებდათ. ამას ქინძი უნდა, ხო? ხო, ქინძი უნდა ნიორი და ძმარი. და წიწაკას მოვაყრი დაღერღეს, მეტი არაფერი და ზურას გულიც მოგებული გვექნება საშვილიშვილო. არა, მარტო ზურას ძალიან ბევრს უყვარს. მე რომ გითხრა მომენატრება მეთქი ტყუილს გეტყვი, მაგრამ ვაფასებ ძალიან რომ ყველა ფხალისგან გასხვებით უნდა გაცილებით დიდხანს ხარშვა. ხო. დაახლოებით 40 წუთი 1 საათი მაინც. რასლაბარა. რომ ღერები კარგად მოიხარშოს, მაგრამ ისეთი ცუდი სუნია ხარშვის დროს. მე უნდა გამდინარე ცივ წყალში კარგი გავლება. გაიწურება ეს ახლა იცი რამდენი ხანს გვედო იმაში. ანინო ამ ქინძმა დაიწყო აკატრება, ნახე? ოი და მე ნახე ვერაძრუს ვერ უსწრებს ქინძი კარგ ტყემალს. როგორ ვერ უსწრებს? ქინძი შემოდის და მე კი. რაფერი მექნება ნახე, მე ვიცი ზუსტად რო ის უნდა დავთესო. რომ კონდეს მაყურებელსაც უთხრათ, ივნისის ბოლოს უნდა დათესო, რომ დაემთხვა ტყემლობას. 20 ივნისს ვთესავ მე, 20-22 ივნისს რომ დათესავ, ზუსტად აკეკლებული და აკატრებული გექნება ტყემლის სეზონს. შვენიერი. ცოდნა უნდა მაგას. უკენი მაგას კაი ქინძია და მოუხდება. ზურყო ბევრი იქნება. მოუხდება, ნინო, გადასარევია, ნახე რა კაია.
ჩვენ წინა გადაცემაში გავაკეთეთ მინდვრის ფხალი. დიახ. ამაზე უფრო გემრიელი, ესეც იმ ამბავში გადის. კი, რა თქმა უნდა. ეს დამჟავებულია თუ მოხარშული? ეს არის მოხარშული, დამჟავებული, ვინახავთ ეხლა, რო ამჟავებენ, მე ინახავენ, რომ შემოდგომაზე და იმ მოხარშულს მე დამჟავებულს რას უშვებია? დამჟავებულსაც შეუულებრივად იღებენ და თუნდაც ასე შეასუნერებენ, თორე ისეც ჭამენ. ამასობაში კარტოფილი არ დაგვეწვას. არ დაგვეწვება, არა. არა, ჯერ ადრიე მაგ. ნინო, კამა თუ ცერეცო, რითგან ვასხვაოთ? ეს არის კამა. მე კი ვიცი რა მოა კამა, მაგრამ მაყურებელს აუხსნები. კალათები რო აქ აი ესეთი, კოლგები რო აქ. ორივეს კოლგები აქვს. ფერშიებაში განსხვავება, კამა არის უფრო მწვანე და უფრო სალათისფერი არის ცერეც. კი ბატონო. ხო ეგრეა? და ცოტა სუნიც განსხვავდება. მეც ვიცი კაცო. ხელით რო გასრისავ ეს სუნით არ შეიძლება ადამიანს არ გახსოვდეს ბავშვობიდან კამის წყალი. ხო, ხველების დროს გვაძლევდა. ხველების და მუცლის ტკივილის მგონია. ხო, კი, მუცლის ტკივილის დროსაც. კი, ბავშვები რომ ჩვილებს. კამის წყალი იყო აფთიაქებში. ის სუნი არ შეიძლება შეგეშალოს ცერეცოს სურნელში. სულ სხვანაირი სუნი აქვს, ამას სულ სხვანაირი იმას. უფ, ეს ზეთი რას უზამს მაგას? რას უზამს და გადარევს. გადარევს. და ძმარი. ძმარიც აუცილებლად. ღვინის ძმარი, თეთრი ღვინის ძმარი. ეს ძმარი გაქვს რაღაცა საუკეთესო. საუკეთესოა კახეთიდანაა და იმიტომ ზურამ ჩამოიტანა მაგი გურჯაანი. ძმარი, კარგი ძმარი კეთდება ნატურალური ღვინისგან. ხო, არ გამოდის. ხო, და ამდენი ნატურალური ღვინო, ვინ დააძმარა, არ ვიცი. ნინო, მე ვგიჟდები, ვთვლი რომ ქართული ნიორი და ქართული ქინძი არის ჩვენი სამზარეულოს სამკაული. კი ბა, მაგის გარეშე და რა თქმა უნდა ნიგოზი, მაგრამ კაი ნიორი და კაი ქინძი უნდა შევინახოთ. ეს შესანახი ჯიშებია. მე ხო გაქვს. მე კი მაქვს, მაგრამ ყველას უნდა რა კაია. ეგ სხვათა შორის აფხაზეთიდან ჩამოტანილია. რა, ეგ წიწაკა, ხო? ნახე რაფერ გააციცინათელა. გააციცინათელა, ხო, აბა რა უხდება. დაღერღილი წიწაკა ძალიან უხდება. ჩემო ბატონო, მე მგონია რომ მწვანე წიწაკაც მოუხდებოდა, მაგრამ არც ერთ რეცეპტში კახელებს არ უწერია. ამიტომ რომ მე დღეს დავიცავ ამ რა არ უწერია ნინო? მწვანე წიწაკა მგონი რომ რახან გაზაფხულია მოუხდებოდა, მაგრამ არ ვიცი, არ უწერია. როგორ მოუხდება ეს ახლა იცი მაგას დავნირას. ახალ კარტოფილს. კამას წავაყრით, მე გავამზადებ ამასობაში მოსაყრელ კამას. ამაზე, კაი, ქვეყანა თუ აქვს დედამიწაზე ვინმეს, დედამიწაზე. ნამდვილად არა აქვს. როგორი პროდუქტები გვაქვს, თუ კი ცოტა ადამიანი გაირჯება, ცოტა ცოდნასაც მიაშველებს. სადა ეგ ცოდნა იკარგებაო, მაგას არ ვამბობ რა. ოჰო, ნახე. ახლა შენთან ერთად ტრიალებ. და სულ მიტრიალებს გონებაში და მებრალება ადამიანი, რომლებმაც დაკარგეს სოფლად ცხოვრებისთვის საჭირო ცოდნა. და კულტურა. მე მგონია რომ სოფლად ცხოვრება სჭირდება სხვა ცოდნა, ამას ხშირად ვამბობ, მაგრამ არასდროს არა ეს ზედმეტი. სოფლად ცხოვრებისთვის საჭირო ცოდნა ძალიან დასანანია რომ იკარგება. სოფელში ისეთი რამეები იციან პრაქტიკიდან. კი. რომელსაც ვერცე წინში ვერ წაიკი. ნახე, თითქოს ნასწავლი მებაღე ვარ, ხომ? ბევრი მისწავლია, ბევრი მინახავს, ბევრ გამოცდილ ადამიანთან მიმუშავია. უცებ ჩახვალ სადღაც პატარა სოფელში. უმნიშვნელო სოფელში და ნახავ მეურნეს, რომელსაც აქვს სასწაული ბოსტანი, სასწაული მოყვანილი ყვავილი, სასწაული შედეგები. ეს რისგან მოდის? გამოცდილებით. იმან მიიღო გამოცდილებით ისეთი ცოდნა, რასაც შენ სწავლით ვერ მიიღებ. ოჰო. ისე მე თუ მკითხავდა, თუ დამეჯერება, ბავშვებს უნდა ცოტა ხანი მოვარიდოთ. კარტოფილი. სანამ არ შემოვა გარეთ კარტოფილი, ნამდვილი ბოსტნის კარტოფილი, მე მგონი რომ მე მინახავს თურქეთში როგორ მოყავთ. თვალებიდან არ ამომდის. აკეთებენ გრძელ კვლებს. ამ კვლებში დებენ ტომსიკებში მოხვეულ სასუქს. ასე პირდაპირ. ჩემი თვალით მაქვს ნანახი რომ არ მენახა არ მოყვებოდი. ზევიდან გადააყრიან თხლად მიწას და იმაზე აწყობენ სათესლე კარტოფილს. და მე ესე იგი ფესვი აქვს მთლად სასუქში. ეს მარნეულის არის. მარნეულში არ ვიცი, არ ყოფილი ვარ და როგორ მოყავთ არ ვიცი, მაგრამ ეჭვი მაქვს რომ ახლა კარტოფილი არის აზოტით მოყვანილი. ვერ დავიჯერებ რომ აპრილში ახლა რომ ეს მიიღო, როდის უნდა დათესო. სათბურში, დუგებში, გადაფარებულში არ მჯერა. შეიძლება მე ვარ ურწმუნო და ვერ ვიჯერებ თუ არა. გონია რომ არის სასუქიანი და გონია რომ ბავშვებს უნდა მოვარიდოთ. მარილი უნდა. მარილი არ გიქნია და. იმიტომ რომ გამოყვანი იყო და მე თქვი არ დავამარილოთ. აია.
სიცოცხლის ძალა აქვს, გაზაფხულის ძალა. ყველაფრის ხო ერთად რო აქვს არომატები. ნინო, დღეს ჩვენ მოვაფუშფუშოთ, გემრიელი სუფრა გვექნება. კი ბატონო. ნიორი დავამწნილოთ. შემწვარი კარტოფილი და ახალი შემწვარი კარტოფილი კამით. არა ცერეცოთი კამით და ახალი ღანძილი. ამაზე კაი რა უნდა იყოს. ჩვენ ამ შაბათ-კვირას გამოგვივიდა სამხარეო კერძები. გუშინ სამეგრელო ქონდა, დღეს არის აღმოსავლეთის და კახური. რატომ არა ეს არ დაგვიგეგმია, ასე გამოვიდა. ასე გამოვიდა, კი. მოვეფეროთ ჩვენ კახელებს, მოვესიყვარულოთ კახელებმა რომ გემრიელი საჭმელი იციან. ნამდვილი, არა მოგონილი, არა შეთუთხნული, არა შეწასმული, არა გაუპრანჭავი, ასე კარგად, ხორცი, მაგაზე კაი და ბარაქიანი რა უნდა იყოს. კიდევ ერთხელ გილოცავთ კვირაცხოვლობის წინვალე დღეს. კიდევ ერთხელ აღდგა ქრისტე, თქვენ გულებშიც აღდგეს, გაიხარეთ, ყველაფერი სიკეთე იყოს თქვენთან. და კიდევ ერთხელ ჩემი ბებია სიტყვები, ღმერთო, მაღალო, კვერცხის გადამგორებელი მტერსაც არ მოუშალო. ეხლა იწყება მიცვალებულების მოხსენიების კვირა. მოხსენიების კვირა. სამშაბათი იქნება იქეთ კვირაში და საფლავებზე გასვლის დრო. საფლავებზე ხო ვიყავით კაც. იცი რა, ეს უფრო იყო დღესასწაული, აღდგომა ხო არის გარდაცვლილის. მილოცვის. კი და ეხლა იწყება მოსახსენიებელი დღეები. მოსახსენიებელი, კი. ჩემო ესეც მალე იქნება. მაგით მალე იქნება სადილამდე კარგად ჩავაშუშოთ ეგა და ამა გამზადებული მოვაყრით და თქვენ უღონდათ განეწყვეთ სუფრისთვის. განწყობა გვაკლია ჩვენ? ძალიან ვართ განწყობილი. ერთადერთი რაც მიშლის ხელს ბევრი საქმეა ბაღში, ცოტა გულს ვერ უდებ გადაცემებისთვის, რომ არა თქვენი სიყვარული, რომ არა თქვენი პატივისცემა, ახლა წესიერ მებაღეს არ უნდა ეცალოს კარტოფილის შესაწვავად. ხო, ამიდმა ყველაფერი ერთად გადარია. ყველაფერი ერთად გადარია, ყვავის, დუხს ყველაფერი. დუხს. კიდევ ერთხელ გილოცავთ კვირაცხოვლობას ამ მადლიან დღეს. სიკეთე და სიხარული დღევანდელი დღის მადლით გაიხარეთ და კარგად იყავით. ღმერთმა ხალისი მიცეთ ყოველი დღის გათენების, ერთმანეთის სიყვარულის, ბედნიერების და საღამოს ყველა შრომისგან დაღლილებს დაგძინებოდეს. კი ბატონო, ეგ ძალიან მოგვიხდებოდა რომ ნაკლები გვეცალოს Facebook-ისთვის საწერად. მით უმეტეს სისულელეები. საჩხი კინო კომპიუტერში. თუ ვიქნებით დაღლილები არ გვეცლება ერთმანეთის სატყვერად და საჯიჯგნად. უკეთესია რომ დავკავდეთ საქმე და საღამოს ვიყოთ დაღლილი და მარტო სიკეთეები ვწეროთ და ერთმანეთს ვესიყვარულოთ. სულ კარგად იყავით, გაგახაროთ და გაგაძლიეროთ გამჩენად.